თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი, ასევე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარეგანათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სპორტული მოედანი. რეაბილიტაციის ფარგლებში პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხენარგავების შენარჩუნდება. გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცე. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ფარგლებში დაირგება ახალი ხელმცენარეები, ეწყობა სანიაღვრე ქსელები, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს, გაკეთდება ღამის განათება, ატრაქციონების სივრცე ბავშვებისთვის ცალკე იქნება განკუთვნილი, ასევე ძაღლებისთვის გასასეირნებელი სივრცე გამოყოფილი იქნება და დამოუკიდებელი სივრცე იქნება ცხოველებისთვის, გაკეთდება 2 გადმოსახედი, სანაპიროსთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკები მთლიანად აღდგენილი, მოწესრიგებული, განათებული იქნება. ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციას ვიწყებთ მომდევნო წლიდან, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. თაწმინდისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი, ისტორიული ადგილი. პირველადი გაკეთების შემდეგ, ასე რომ ვთქვათ, რეაბილიტაცია არ ჩატარებულა და დღეს ამის რეაბილიტაცია მთელი უბნისთვის უმნიშვნელოვანესია. შეუნარჩუნდება იერსახე, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა.